მოგესალმებით პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი ტალღაზე FM 105-დან 0 მე გახლავართ ჟურნალისტი ირმა ინაშვილი და ჩემი სტუმარია ქალბატონი რუსუდან გიგინაშვილი ჩვენ მას უწოდეთ სახალხო მგოსანი იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ლექსების ავტორი გახლავთ ქალბატონი რუსუდანი და დღეს თქვენ გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა რომ მოусმინოთ ქალბატონ რუსუდანს ტალღაზე FM 105-დან 0 და თქვენ ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ პირდაპირ ეთერში ჩვენი ტელეფონის ნომრებია 214-40-86 218-13-42 და უბრალოდ გაესაუბროთ როგორც ქალბატონ რუსუდანს ასევე მე და დაგვისვათ ნებისმიერი შეკითხვა რაც შეეხება პოეზიას, საერთოდ ცხოვრებას. მოგესალმებით ქალბატონ რუსუდან. მადლობა. თუ შეიძლება ხმამაღლა, ოდნავ ხმამაღლა ვისაუბროთ, თქვენი ლექსები გავრცელებულია სოციალურ ქსელში, ანუ ინტერნეტში და გეტყვით რომ ძალიან მაღალი შეფასება მისცა საზოგადოებამ თქვენ შემოქმედებას. ჩვენ ყოველ საღამოს გვაქვს ურთიერთობა ერთმანეთთან ამ სოციალური ქსელის წევრებს, ვცვლით მოსაზრებებს და გილოცავთ, იმიტომ რომ ეს არის თქვენი აღიარება ის რაც ხდება დღეს სოციალურ ქსელში და ეს არის ნიჭის ზეიმი პირდაპირ ვიტყოდი ასე, არაჩვეულებრივი ლექსები მართლაც, აი აღმომაჩინე არის ასეთი ლექსი, რომელმაც არ შეიძლება შოქში არ ჩაგაგდოთ პირდაპირ ვიტყოდი ასე და დღეს თქვენი აღმოჩენის დღეა ქალბატონო რუსუდან. მოდით აქედან დავიწყოთ. არასდროს არ არის გვიან მოძებნო ადამიანი, ნიჭიერი ადამიანი მოიწვიო სტუდიაში და ჩვეულებრივად თავისუფლად ვისაუბროთ დღეს ყველაფერზე, არა მარტო პოეზიაზე. მე მინდა დავიწყოთ ჩვენი საუბარი თქვენი შემოქმედებით. როგორ დაიწყეთ თქვენ ამ ლექსების წერა? აი როგორ მიხვედით თქვენ პოეზიასთან? ჩემმა აი დიდმა ტკივილმა რა მე ხო ადრეს გავაცანი როცა ის გაზეთში დაიბეჭდა და 9 წელი ვიყავი მუნჯი დედა 9 თვისა ვიყავი გარდამეცვალა ომის პერიოდი იყო 9 თვისა კიდევ მამა გარდაიცვალა და ერთად დაიხოცნენ ჩემი მშობლები და 9 წელი არც დავდიოდი და არც ვლაპარაკობდი ეს იყო ჩემი მძიმე მართლაც საშინელი ტკივილები ცხოვრება რა 9 წელიწად ნახევარი და ბებია იდგა მუხლებზე და ეხოწებოდა ღმერთს რომ უშველე ჩემს ობლებს და ეს იყო სასწაული რომ მათ 9 წელზე მეტის წამოვდექი ფეხზე ამ გაჭირებულ ცხოვრებაში და 9 წელი 10 წლისა მივედი სკოლაში და ჩემს ირგვლივ ყველა მდიდარი ბავშვები იყვნენ იმ პერიოდში და მე ყველა და ფეხში შველი დავდიოდი თითქმის ზამთარში გადანჭული გასაცოდებული მაგრამ სწავლა მიყვარდა და ბავშვებს თხოვდი ხოლმე დასვენებაზე ან ფეხები გაყინული მეხზე მოკეცილი წიგნებს და მე მაინც გავკვეთილებს ვაბარებდი და ეს მინდა ლექსები საიდან დავიწყე და ჩემს კლასში სწავლობდა დალია ბაშიძე წერდა ლექსებს რაღაცა და ახლა მევთქვი მეც უნდა დავწერო ლექსი. ნუ მაშინ რაღაც ბავშვური იყო ისეთი რომ არასერიოზული რაღაცა ისე, მაგრამ მეც მინდა რომ დავწერო ლექსი და პირველი ნუ აი ასეთნაირად დავიწყე ლექსები, მაგრამ უფრო კარგი და საუკეთესო მე ასე მძიმე ცხოვრება რომ გამოვიარე ვიწექი კოჯრის ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში და პირველი ეს აღმომაჩინე ყაყაჩოები, სიკო და ეს ყველა საუკეთესო ლექსები მე დავწერე იქ და მოუტანე ბატონ მორის ფოცხიშვილის ძალიან საყვარელ ადამიანს. როდესაც მე მივედი იქ ჩემთვის ასე ვიჯექი სავატყოფოდა მთხოვე ექიმს რომ გამოვეში და ცისკრის რედაქციაში მივედი უკვე საღამოვდებოდა ბატონ მორისი მიდიოდა სახში და თქვენ მე მელოდებითო ძალიან საყვარელი ადამიანი იყო და დიახ მეთქი ბატონო მორის და შემოbrunდა მორისი და მე გავუწოდე პატარა ცისფერყდიანი რეული მქონდა და იქ მქონდა ეს ლექსები ხო და როცა წაიკითხა მორისმა მითხრა რომ რა კარგი ლექსები ქონია მოპარული ხო არა გაქვს რა თქვა შემოდიოდი ხო და მითხრა რომ მე დაგიბეჭდა ამას ცისკარში 1900 ესე იგი რომ 86 წელში 85 წელში დაიბეჭდა ეს ცისკრის
რედაქციაში 8 ლექსი ერთად დაბეჭდა თავისი წინასიტყვობით მორის ფოცხიშვილმა. კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს რადიოსმენელს და ინტერნეტ მაყურებელს, რომ დღეს ამ სტუდიის სტუმარი გახლავთ ქალბატონი რუსუდან გიგინაშვილი, სახალხო მგოსანი, ასე უწოდეთ მას და ნამდვილად სახალხო მგოსანია ქალბატონი რუსუდან, იმდენად ნიჭიერია, ისეთი არაჩვეულებრივი ლექსები აქვს მას დაწერილი და როგორც ვხედავთ, სატელეფონო ხაზია ჩვენი რადიომსმენელი, გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, გამარჯობათ. გამარჯობათ, ქალბატონო ირმა, მე გახლავთ ჯამულგაცემიზე. დიახ. მოგესალმებით, დიდი მადლობა მინდა გითხრათ პირადად თქვენ. აი ამ უსაყვარლესი ადამიანის მოწვევისათვის დღეს პირდაპირ ეთერში. მე მაგალითად დიდი ხანია ვეძებ და რაგამია თქვენი ვიპოვია. მე ვარიცკაცი რომელმაც ბევრჯერ მაგისი YouTube-ზე დადებული ლექსები დავდე აი ამ სოციალურ ქსელში და ყველას ვხვდებოდი ყოველდღიურ განუჩნებ მასლა მომაჩინებ თქვენ. მინდა პირადად მასაც მიესალმო. მე ლექსები ვცხოვრობ და მეტმა დიდხან ასოსტოს კარგად ჯამთენათა ბედნიერად და მე აუცილებლად ნახო მაგალითად დიდი მოგიწვა ჩვენგან ძალიან ვიყვარხავთ კარგად იღავთ ჯამთენათა ბედნიერად და კიდევ ერთხელ მინდა რადიო ვიექცეთ დიდი მადლობა უთხრა თქვენ პირადად ქალბატონო ირმა რომ ასეთ კარგ საქმეს აკეთებთ. დიდი მადლობა ბატონო ჯამბულ, ძალიან დიდი მადლობა სატელეფონო ჩართვისთვის. მართლაც თქვენი ლექსების გავრცელება ინტერნეტში ხდება ძალიან ინტენსიურად. სულ სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ავრცელებენ თქვენს ლექსებს. მე რა თქმა უნდა არ გამოვდგები იმისათვის, რომ წავიკითხო ლექსი არა ვარ არც ზინაიდა კვერენჭხილაძე და არც გურამ საღარაძე, ამიტომ ჯობია ყოველთვის ავტორმა წარმოგიდგინოთ თქვენ ლექსი და ძალიან მინდა გთხოვთ, მოდით ახლა რადიო ობიექტივის პირდაპირ ეთერში თქვენ წაუკითხეთ ლექსი ჩვენ საზოგადოებას, აღმომაჩინეთ, მართლაც ულამაზესი ლექსი. ჩემში ბორგავს და იწვის ყოველი გამოუცნობი ცეცხლი მაშინებს ამ ქვეყნად რისთვის მოვედი გემუდარებით აღმომაჩინეთ იქნებ ვინა ვარ იქნებ წყარო ვარ უკვდავებისა იქნებ შრიალებ თქვენს წინ ჩინარად იქნებ წრემლი ვარ წრემლი შვებისა იქნებ კვირტი ვარ იქნებ ბალახი ხელი შემახეთ არ შეგაშინებთ ნუ გეყოლები თუნდაც ნანახი გემუდარებით აღმომაჩინეთ ჩემში ზღვა ბორგავს ღელავს ზვირთები შმაგი გარშავა ტალღებს აცინებს მალე ჯებირებს გადმოვდინდები გემუდარებით აღმომაჩინეთ. ძალიან დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივი ლექსისთვის და საერთოდ თქვენი შემოქმედებისთვის. მაინტერესებს, როცა წერდით ამ ლექსს და ეს არის არა მარტო უბრალოდ ლექსი, არამედ სათქმელი კითხვა უბრალოდ საზოგადოებისთვის. რატო ვერ მხედავთ, რატო ვერ აღმომაჩინეთ? ქალბატონ რუსუდან, თქვენ ვერ გხედავდათ საზოგადოება? არა, ვერ მხედავდა, ასე მეგონა მე ცალკე დავდიოდი და სამყარო ცალკე დადიოდა. ერთხელ ჩემს ესე მივდიოდი ქუჩაში და ვხედავდი რომ კაცები ქალებს ჩუქნიდან ვარდებს. ეს მარტი იყო დედის დღე იყო და მე მივდივარ და თან ასეთ ლექსს წერდი რა ჩემთვის დავტიროდი. არ ვიცი რატომ აუცდით ერთმანეთს იქნება ნეკნიკ ტკივა უჩემო ახლა იები როცა ფეთქავენ შენ მენატრები გამოუჩენო გაზაფხულია ქვეყნის ყვავილებს ადამის ძენი ქალებს შუქნიან შენ მენატრები არა სხვა ვინმე უფალი ვიცი ჩემი შუქია როგორ მინდოდა რომ გაზაფხულზე ხელჩაკიდულებს გვევლო გვერბინა უფლის სიტყვაზე უფლის აღთქმულზე უფლის შვილები გვემრავლებინა ავსებულიყო მთლად დედამიწა წმინდა ვაჟები და ასულები შენ ჩემი თავი რამ და გავიწყა დაგვიწყები ვარ ფიქრობ სრულებით მაგრამ ზეცაში ხომ შეხვდებიან მრავალტანჯული ჩვენი სულები მაგრამ ზეცაში ხომ შეხვდებიან მრავალტანჯული ჩვენი სულები ჩვენ ვართ ტალღაზე FM 105.0 და
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მე ვარ ჟურნალისტი ირმა ინაშვილი და ჩემი სტუმარია პოეტი, სახალხო მგოსანი ქალბატონი რუსუდან გიგინაშვილი, რომელსაც აქვს არაჩვეულებრივი ლექსები და ბრწყინვალე შემოქმედება და ეს არის ბუნებრივი ნიჭი. სხვათა შორის ნიჭიერ ადამიანებს საუბედუროდ დაფასება არ აქვთ ხოლმე. მათ სიცოცხლეში არ აქვთ ხოლმე დაფასება, არც სიცოცხლის შემდეგ სამწუხაროდ და ამიტომაც გადავწყვიტეთ მოგვეძებნა ქალბატონი რუსუდანი, გავრცელებულია ინტერნეტში მისი შემოქმედება, მისი ლექსები და ჩვენი მეგობრების დახმარებით მოვახერხეთ დაკავშირება ქალბატონ რუსუდანთან. დღეს არის ის ობიექტივი სტუმარი და ჩვენ საუბრობთ არა მარტო პოეზიაზე, არამედ ცხოვრებაზე. და ცხოვრებაა ხო ის ყველაფერი, ის ტკივილი, რაც თქვენს ლექსებშია ასახული. ქალბატონო რუსუდან, როგორ ფიქრობთ, რატომ არ აფასებს ხოლმე საზოგადოება ნიჭიერ ადამიანებს? აი რა არის ამისი მიზეზი? ჯერ პირველ რიგში ახლა მე ჩემი გულის ტკივილი მინდა გამოვთქვა, რომ ძალიან ღარიბი ადამიანი ვარ და ალბათ გარეგნულადაც არ ვწყინავ. ერთხელ, როდესაც ჩვენ პოეზიის შვენიერი ქალბატონი ბრძანდებით. გარეგნობას გულისხმობ პირველ რიგში. ხო, როგორიც ვარ, მაგრამ ერთხელ ერთმა უბრალოდ დამწყები პოეტი იყო ასეთი და მითხრა, რომ კაცი იყო მაღალი. ხო და ისაო, შენ რომ ასე კარგი ლექსები არ აქონდესო, მე იციო ზედაც არ შემოგხედავდიო. ეს იყო ჩემთვის ძალიან სიკვდილის ტოლფასია ქალისთვის, რომელიც ცოცხალი არის და ყველანაირად შეყურებს ადამიანებს თვალებში, რომ აბა ვინ გამოიჩენს რატომ სამოწყალო არაფერი მქონდა მე, მაგრამ ასე იყო ის ხალხი და რა ვქნა. ამიტომ არ ვიცი მე საზოგადოებას რა უნდა, ყველა მდიდარი უნდა იყოს, ყველა ანტიკა უნდა იყოს, რა ვიცი როგორ არის ხოლმე რომ გარიყავენ ადამიანს და ან შურია ზოგჯერ ან რაღაც ისეთი რამ არის, რომელიც ერთხელ უპირველად როდესაც ვეძებდი მე სანამ შოთანიშნიანიძესთან მივედი ანა კალანდაძესთან, ქალბატონ ანასთან და გულდაწყვეტილი ნამდვილად წამოვედი მე იქიდან. და რატომ? ერთ-ერთი ლექსი მაქვს მე, რომელიც ახლა მე წავუკითხე ანას. ხო და ასეთი ლექსი არის. ტუნებას მომცემთ ამასაც წავიკითხე. სიამოვნებით. მინდა სოფლელი უგავდე სოფლის ქალს. აკვანთან ვიჯდე ნანას უმღეროდე. მე კი ცისფერი ფრთები მომისხავს, დაცაში ვეძებ წერტრანგელოზებს. რადგან რჩეულად გამომაცხადეს და არა უგევა რა უქნა ყველა ქალს, უნდა დავიწვა, უნდა გავწვალდე, დავიფერფლო და აღდგე ხელახლა. და ქალბატონ მანა მითხრა, რომ როგორი პრეტენზია ქონიაო და მე არ ამგონია, რომ ყველა პოეტს თავისი ხელწერა არ ქონდეს. მე ჩემი ცხოვრების რჩეულება გავაკეთე და არა ის, რომ ანაზე მეტად წარმომედგინა თავიდან სხვაზე. მე უბრალოდ ჩემი ცხოვრება იყო ასეთი. და დიდება უფალს, რომ ღმერთმა მე ეს ნიჭი მომანიჭა. მე მინდა გითხრათ, რომ ჩემ ცხოვრებაში ღმერთი რომ არ ჩარეულიყო რა. ეს არაფერი არც ნიჭი მექნებოდა, ვერც ფეხზე წამოვდგებოდი, ვერც დავილაპარაკებდი, ვერც იმ ფეხშიშველი ზამთარში რომ დავდიოდი, ვერაფერს ვერ გავაკეთებდი ღვთის გარეშე. და როდესაც მე მოვისმინა აი დიდი წიგნი მაქვს მე ძველი და ახალი ახმად იცით თქვენ ბიბლია. წავიკითხე რომ ქრისტე უფალი ჩვენი მაცხოვარი ჩვენნაირი ხალხისთვის გაიკრა ჯვარზე და იმან შეგვიყვარა ყველაზე ძალიან. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა გავიგე რომ თუ ხალხს არ ვუყვარ, ღმერთს ვუყვარ მე. ის არის ჩემი მხსნელი და მაცხოვარი და დიდება უფალს რომ მან შემიყვარა მე და მან მომცა ეს ნიჭი, როცა ქვეყანამ გამთელა, როცა არავინ არაფრად ჩამაგდო, აი ის რომ შემოხვიდა ჩემს სახში მე ვერ მოგიწვე. ყველაზე თუ კი ვინმე უკანასკნელი ცხოვრობს ეს მე ვარ და ვერ გითხარით რომ მობძანი ჩვენ სახში. მაგრამ მე ხომ ადამიანი ვარ პირველ რიგში, იმიტომ დავწერე ეს ლექსი აღმომაჩინე, იმიტომ ის კიდევ ერთი ლექსი მაქვს ასეთი. ქალბატონ რუსუდან, ერთი წამით ძალიან გთხოვთ, ნერვიულობთ, იმიტომ რომ მეც ძალიან განვიცდი და ყველა ის ადამიანი, რომელიც ახლა სტუდიაშია, მოდით შევახსენოთ ჩვენს რადიო მსმენელს, რომ ვართ ტალღაზე FM 105-დან 0. ჩვენ ასევე მაუწყებლობთ პირდაპირ ეთერში, თქვენ ახლა გიყურებთ ასევე ტელემაყურებელი, ამ ჩვენს ინტერნეტ ტელევიზიას ყავს
ძალიან დიდი მაყურებელი მთელს მსოფლიოში და მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენ აღმოგაჩენენ არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები და აუცილებლად გამოგვეხმაურებიან. ხაზზე არის კიდევ რადიო მსმენელი. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. მოგესალმებით, კარგად, მე დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ, მე არა მაქვს კომპიუტერი, პირველად მესმის ეს ლექსები ამ ადამიანის ხმა ძალიან ნერვიულობ. და მინდა მიმართო აი წარმატებული პოეტის ერეწოდების დატო მაღრაძეს, რომელიც წარდგენილია ნობელის პრემიაზე და სწორედ ნობელი ის არის ნომინანტი არის და ასე შემდეგ. აი რატი ამალობდეს. აი ათი იყო Bolta cechy eწოდებოდა რუსეთში ვერცხლის სირიულები ვეკითხეთ თავისთავად cechis წევრის სუზახნებ აი ეს კალბატონი რომელიც არის მიაღწი სამიერ კრიმოვისული და პრიოდჩევი შეძულება მიაქციო ყურადღება ამ ადამიანს და რაღაცა ქრისტიანობა გამოიჩინო დაზროდებენ რაღაცა და ხელ სიტყვაში რომ ისურიან და არიან ეს კამპანიაში და ხოხლოჩინო და აი ამ კალბატონს მიაქციო ყურადღება მივიდნენ მონახო გვერდით დაუდგნენ სირთულეა დოუსაჯოს დიდი მადლობა და მაპატივით დიდი მადლობა მადლობთ ესეთი თანადგომისთვის ხარდაჭერისთვის რა თქმა უნდა საზოგადოების ვალია მოდით ათეთიკაში ნუ ჩამithვლით, მაგრამ თითოეული ჩვენგანის ვალია აღმოვაჩინოთ ერთმანეთი, დავინახოთ ერთმანეთი, დავაფასოთ, ვაღიაროთ. კი, რა თქმა უნდა, არსებობს ცხოვრებაში და ადამიანებს შორის შურის მომენტი, შური ეს არის დამანგრეველი რამ და როდესაც ადამიანების აღიარებაზე და აღმოჩენაზეა ხოლმე საუბარი, სწორედ შური უშლის და შური გვიშლის ხელს იმაში, რომ დავინახოთ ერთმანეთი და დავაფასოთ, მაგრამ თქვენ ბრძანეთ თუ კი საზოგადოებამ ვერ დამინახა მე უფალმა დამინახაო და სწორედ უფალი გვეუბნება რომ ჩვენ უნდა ვძლიოთ ამ შურს და ვაღიაროთ როდესაც ნიჭიერ ადამიანს შევხვდებით ცხოვრების გზაზე ჩავკიდოთ ხელი და არ გაუშვათ ამიტომ მეც მოუწოდებ ჩვენს საზოგადოებას განსაკუთრებით წერალთა და პოეტთა სამყაროს რომ აღმოაჩინოს ეს ქალბატონი აღმოაჩინეთ მიიწვიეთ სტუმრად დაეხმარეთ წიგნების გამოცემაში იმიტომ რომ ჩვენ ქართული საზოგადოება ვაკლდებით ამ ძალიან დიდ სიამოვნებას და ჩვენ ვაკლებთ საკუთარ თავსაც და ჩვენს შვილებსაც და მომავალსაც იმ შემოქმედებას რასაც ქმნის ქალბატონი რუსუდანი მე მინდა თქვენ გთხოვოთ რომ აი ეს ლექსი რომელიც გინდოდათ წაგეკითხათ ეხლა წავიკითხოთ და საერთოდ ჩვენი ეთერის გამავლობაში ვიკითხოთ თქვენი ლექსები რათა გავაცნოთ საზოგადოებას ეს შემოქმედება თქვენი ჩემი ოცნების ტყეში დავეხეტები ცალად ცხოვრობ ბალახის ღერში და მაქვს ბალახის ძალა თვითონ ბალახი მკოცნის თვითონ ბალახი მართობს ერთად ვიძინებთ ლოცვით ცივა ბალახი მათმობს ვისთან დავიწყებ ხადილს ვის გავუმართავ დავას ბალახზე ჩუმი ქალი ბალახთან ერთად წავა ძალიან დიდი მადლობა პირდაპირ ეთერში ჩვენი ტელეფონის ნომრებია 214-40-86 218-13-42 მე გახლავართ ჟურნალისტი ირმა ინაშვილი და ჩემი სტუმარია უნიჭიერესი პოეტი სახალხო მგოსანი ქალბატონი რუსუდან გიგინაშვილი დღეს მისი აღმოჩენა ხდება ქართული საზოგადოებისათვის და თითოეული ჩვენგანისთვის ამიტომ დარჩით ტალღაზე FM 105-დანული და უფრო მეტიც დაგვიკავშირდით პირდაპირ ეთერში გაგვამხნევეთ მეც და ქალბატონი რუსუდანიც იმიტომ რომ ძალიან ძნელია როცა განვლე შენ ურთულესი ცხოვრება და წლების შემდეგ გირეკავ ჟურნალისტი და გეუბნება თუ შეიძლება მობძანდი ჩვენ სტუდიაში იმიტომ რომ ახლა გავიგეთ თურმე რომ ნიჭიერი ხართ და გვესტუმრეთ და მოგვიყევით თქვენს ცხოვრებაზე მე ვგრძნობ რომ ეს ძალიან რთულია ქალბატონი რუსუდანისთვისაც მაგრამ მოდით გადავლახოთ ეს ბარიერი ერთად და აი ხა მოусმინოთ რადიო მსმენელს რომელიც ხაზია გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ და განვაგრძოთ საუბარი თუ შეიძლება რადიო მინდებს ოდნავ დაშორდით ალო დიახ გამარჯობათ გისმენთ გამარჯობათ მართლაც წინვალე ლექსებია და წინვალე ქალბატონია და მართლაც დიდი მადლობა ქალბატონი ვირინა რომ აი ესეთი კარგ რაღაცებს აკეთებთ შემდგა მართლაც აი განსაკუთრებით
რომელიც ის ლექსი მინდა რომ მოეწყინება ანა კალანდაძისაგან, იმიტომ რომ ეს ისეთი კარგი ლექსია ესეც ამას რომ თვითონ იატრება ანა კალანდაძე ასეთი ლექსების წერას. წინათ ალბათ მომიხარდა ღმერთმა ხელი მოგიმართოს მე მგონი ქართული ერი მაინც საერთოდ არ ამგონია ესეთი ცივი გულცივი და დელი გამოჩნდება ესეთი რომ თქვენ დაგიდგებათ გვერდით ყოველთვის დაგიდგებათ გვერდით. ღმერთი იყოს თქვენი ქარული. ძალიან დიდი მადლობა, ხო ხედავთ რამდენი ადამიანი რეკავს პირდაპირ ეთერში, რამდენ ადამიანს მოწონს თქვენი პოეზია და თქვენი შემოქმედება. მოდით წავიკითხოთ კიდევ ერთი ლექსი. როდესაც გავიგე რომ მე ღმერთს ვუყვარ ვარ, ახლა იქით გადავინაცვლებ თისკენ. პირველ რიგში დედა მარიამი, რომელიც აი ამ ხელა ბედნიერი ქალი იყო წუთი სოფელში, როგორ ამოირჩია ღმერთმა რომ უფალი მაცხოვარი მოსულიყო დედამიწაზე მისით. მე მას მიუძღვენი ორი ლექსი. გუშინდელ დღეს რამდენჯერ ვოცნებობ რომ გამოვიდე და ეს ლექსები წავუკითხო საზოგადოებას, მე ხო მისეთები ადამიანი ვარ და მიყვარს უფალი და უფალს ვუყვარ ვარ და ესეთი ლექსია პირველი. დაეშვა ანგელოსი შრიალით ნაზარეთს, შრიალმა ბეთლემის ფიქრები არია, ძაღლები საჭმელს ჭამს ღარიბი ლაზარე, ოთახში ფუსფუსებს ქალწული მარიამ. სარკმელში ბრწყინვალე ნათელი გაცურდა, ფერმკრთალი შეჩერდა ფერმკრთალი ქალწული, წარს დგა ანგელოზი მშვენია რასულთან, სმენად გადაიქცა მორჩილი ასული. იხარე მარიამ ღვთისაგან ჩეულო, შენთან ჩემი მოსვლა იცოდე მან თხოვა, ძე შენი მსოფლიოს სოდვაბრალ შეუნდობს, შენი წუთი სოფელს მოუვლენ მაცხოვარს. მუხლებზე დაეშვა ქალწული რჩეული, იყოს უფლისნება ჩემზე რაც ინებოთ, დღეს ვინც ურჩობას ვარ შეზრდილ შეჩვეულნი, მარიამს მივბადოთ მაცხოვრის შვილებო. და მეორე ლექსიც ასეთი მაქვს. ქალბატონო რუსუდან, მოდით ვიდრე წავიკითხავდეთ კიდევ ერთ ლექსს, ასეთ შეკითხვას დაგისვამდით. თქვენი ცხოვრება, მოდით კიდევ უფრო კარგად გავაცნოთ ჩვენს რადიო მსმენელს. კი თქვენ არ საუბრობდით, იყავით დამუნჯებული და შემდეგ ალაპარაკდით. რა იყო მერე? აი თქვენი ახალგაზრდობა, როგორ გაიარა ამ ახალგაზრდობის წლებმა? რა სირთულეები ხდებოდათ ცხოვრების გზაზე? რა გადალახეთ? რისი გადალახვა ვერ შეძელით? აი როგორ იცხოვრეთ ამდენი წელი? ძალიან მძიმე იყო ჩემი ცხოვრება და ესე იგი არ ვიცი რა, ბევრჯერ თავიც მოვიწამლე, ეს მართლა ღვთიური წყალობა იყო რომ მე არ მოვკვდი იმ საწამლოებით. იმდენად მიჭირდა, მე ვიყავი ქალი. სულ პირველ რიგში ძალიან მძიმე ცხოვრება მქონდა და როდესაც მე ტექნიკუმში ვსწავლობდი, 5 წლიანი აგროტექნიკუმი დავამთავრე, ზესტაფონში ვსწავლობდი. ხო და მე იქ მიყვარდა ერთი ძალიან კარგი ლამაზი მასწავლებელი ჩემი. მე როგორც ყოველთვის ჩემთვის მიკუნჭული ვიყავი, არც მაშინ ვიყავი ისეთნაირად განებიურებული, ან ჩაცმით, ან დახურით, ან რაღაცით, მაგრამ როგორიც ვიყავი ასეთი ვზივარ ერთხელ აგროტექნიკუმი დავამთავრე და ვენახის ბალახიდან ძირებს გვლიჯავდით, ახალი მასწავლებელი მოგვიდა კაცი. ცოტა დიდი იყო, 15 წლით დიდი იყო უცოლო თანას, ძალიან ლამაზი ჩემი ოცნების, როგორცაც მე ჩემ ცხოვრებაში ხატავდი, უნდა ყოფილიყო ეს მაღალი, ცისფერ თვალება, გრძელწამწამა, ბოხი ხმით, ხრებგანიერი, ყველაფერი ჩემი ეს იყო რა, როგორიც ასეთი იყო, ხო და ახლა ეს ადამიანი სტუდენტები სულ გარშემო ეხვევიან, ძალიან ლამაზი კაცი იყო და ზუსტად ამას გავდა ჩემს პლანთან გაშერდა და დამინახა რომ ესე ვზივარ და რატომ ზიხარ ასე მარტო, ეს იყო მისი სიტყვა ჩემთვის მეტი არაფერი და აი ეს კაცი შემიყვარდა. ასე ხელუხლებლად 5 წელი ძალიან მიყვარდა, ტრაქტორისტობას გვასწავლიდა ხოლმე და მიხარო და იმის გვერდით რომ ვიჯექი, მან არ იცოდა მე როგორ მიყვარდა და ბოლოს როდესაც ვამთავრებდი ტექნიკუმს და მე მინდოდა რომ გამიმხილა და ლექსით გამომხილე ჩემი სათქმელი, მაგრამ ისე წამოვედი რომ ეს ლექსი დავუტოვე და თელევში დავბრუნდი, საიდანაც მე ვიყავი. ბუმბერაზ მთასავი ძვიადო, ვაშკაცო არ მყოფნის წყალები,
წედექმენ სისხლდაცლილ იადონს დაიცა სადმი ეჩქარები შეჩერდი დახარე თვალები ოცნები ძეცას რომ მიაპოვ მე შენსკენ მოვდივარ წვალები დაიცა რა ზღვაპარს გიამბობ შეჩერდი მომხედე მაინცა თუ გინდა არ გავდე იადონს ეს იყო ჩემი პატიაწერა ლექსია სიყვარულის გამხელაზე მაგრამ მე ისეთ ამოვედი ისეთნაირად ჩამაბარებინეს ჩემმა ბიძებმა ეს ჩემი საგზური 5 წლიანი აგროტექნიკა თელავში ჩემ სოფელში სადაც აღარც ბებია დამხვდა აღარც პაპა იყო ყველანი დაიხოცნენ ჩემი ძმაც განუთებული იყო რაღაც ძალიან მძიმე ცხოვრებისგან ჩემ საწყალძმას ხო და მე აი ასეთნაირად წამოვედი და მე ძალიან ისევ და ისევ ფსიქიურად ძალიან ცუდად ვიყავ იმიტომ რომ მე მუშაობა აღარ შემიძლია ქალბატონ რუსუდან თქვენს ერთ-ერთ ლექსში არის ასეთი ფრაზა იქნება ნეკნიკ ტკივა უჩემოთ დიახ თქვენ ამ ცხოვრების მანძილზე თქვენი ნეკნი ვერ იპოვეთ არა მე არ მქონდა ამის საშუალება იმიტომ რომ როდესაც მე აგროტექნიკუმი დავამთავრე და თელავში ჩავედი ჩემი სამსახურის განხრით არ მომწეს და მაშინ შუამთაში იყო ასეთი ეკლესია შუამთახო არის და იქ მაშინ ბავშვები იყვნენ მშობლებისგან მიტოვებულები აი 3 წლიდან 7 წლამდე ხო და გამაგზავნეს იქ შუამთაში და ოთახიც იქ მომწეს რომ მუშაობა დამეწყო და სამწუხარო და საუბედუროდ აქ დამხვდა კაცი რომელმაც ორი კაცი მოკლა და ნაციმბირალი იყო და მე 58 წლის და მე ასეთი მიმართვა მომწეს რომ თქვენთან მოდის აი ასე გოგონა რომელსაც არ მშობლები და სახლი არ აქვს და მიეცით სამსახური და მანდვე ოთახი ხო და ეს კაცი რომ აქ იყო უკვე იფიქრა რომ აჰა საჩემო გოგონა მოვიდა და ეს ყველაზე სამწუხარო და საუბედურო იყო სამი თვე მუშავიან ბავშვებთან ჩემს ეს ბავშვები გადაყრილები იყვნენ და ეს კაცი კიდე ნაციმბირალი ვინც იყო ორი კაცის უყლელი და ციმბირ გამოვლილი და მათგა თვალი რომ იცოლად წავეყვანე ან არის ესე კი არა მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან ძიმე იყო 22 წლის გოგონაცის 58 წლის თანაც ორი კაცის უყლელის ცოლობა ეს იყო საშინელება ჩემს ცხოვრებაში და მაშინ მოვიწამლე პირველად თავი როდესაც მე გავიგე რომ ის ნარკომანი იყო და ეს საშინელი ორი კაცის მკვლელი და 3 დღე დაღამე კარებდა კეთილ შევყავდი გატანჯული ვერავინ ვერ მომეშველებოდა იმიტომ რომ ეს ადამიანი ესეთი რეციდივისტი იყო მე კიდევ კაცი მოკლა და სიხეში გარდაიცვალა მაგრამ მე ეს რას დამჩემდა ეს კანკალის და ეს ნერვიულობა ჩემთვის ეს იყო მძიმე წელიწად ნახევარ იყო სიკვდილის ტოლფასი და თქვენ როგორ წყვებით გაიარეთ ძალიან ძიმე მომენტები თქვენს ცხოვრებაში და არ ვიცი თუ არ მომესმა თქვენ ასევე იწექით კოჯრის ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში რა კვალი დატოვა ამ დისპანსერში ყოფნამ თქვენზე აი საერთოდ რატომ მოხვდით დისპანსერში თქვენ იყავით განსხვავებული ადამიანი თქვენ არ გავდით სხვებს ხომ არ ჩათვალეს რომ თქვენ რაღაცა ფსიქიური პრობლემები გაქვთ და ამიტომ მოხვდით დისპანსერში ეს ხო მაინც იქ არის სხვა არავინ არ იცოდა როცა მე მაშინ ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში კარგი ხალხი შემხვდა იქ სხვათა შორის მე ეს ადამიანი აღარ არის მაგრამ მადლობას ვუხდი ღმერთს იმ გადასახლებიდან დაბრუნებული დირექტორი იყო ვახტანგ შენგელაია მე იმ ადამიანს არ დავიწყებ როდესაც იქ მივედი და ცალკე პალატაში მომათავსა რომ მე ახლა ეს ნერვიული როდესაც შემომეუღლემ კაცი მოკლა და მითხრეს რომ ის მოკდა მე პარალიჩმა დამარტყა არ ის ფსიქიურად შეშლილი კი არ ვიყავი მაგრამ უბრალოდ ძალიან მძიმე იყო ეს გადატანილი და მე კიდევ აღარ მქონდა ფული არ მქონდა რომ მე მაგალითად რაღაცა ისე არ მემუშავა და ყოფილიყავ ცოტა სადღაც ნარ გარემოში რომ გამოვსულიყავი ამ სტრესებიდან მაგრამ ჩემს გვერდით არავინ არ იყო იმ დროს იმ პერიოდში არც ფული არც და მე გავხდი ნამდვილად ავად ისე რომ თავი მტკიოდა მარტო ეს თავის ტკივილები მქონდა მძიმე და ასე მაგრამ ის ადამიანი მოხუცი კაცი იყო ტანსაცმელი მომიტანა იქით მაჭმევდა ფულს იქით ფულს მომიტანდა მამაშვილურად და აი იქ მე ის მეორე ჯგუფის ინვალიდი როცა მცნეს იქა
აი სამი თვე იყო ჩემთვის ბედნიერების ხანა ხომ ვიწეთი იქ მაგრამ სწორედ იქ დავწერე ეს მე ახლა მე კახეთს კოჯორში ავატყოფობის დროს ასეთი ლექსი მაქვს და სწორედ იქიდან მივუტანე მორის პოცხიშვილს ჩემი ლექსები და ასეთი ლექსი მაქვს მე ახლა ხმამაღლა თუ შეიძლება ოდნავ ხმამაღლა ახლა მე კახეთს ვერ გავიქროლებ რადგან კოჯორში ფრთები დავკეცე ვერ ვაცხრიელებ მე კაკლებს კროლებს ვერ დავეშვები სოფლის თავქვეზე თუმცა კი ახლა ისე მწყურია ბავშვივით წელო ვაზის ჯიქნები იქ ყველგან ჩემი ნაფეხურია და დარჩენილი ძველი ფიქრები ჩემი სახლის წინ ქვების ყორეა ყუდროზე ვსხედვართ მე და ბებია ჯამით ბადაგი გამოყოლია მისვავს და ტკბილად მიმძინებია თუმცა ბებია აღარ მიმელის მაგრამ ხომ დარჩნენ ჩემი ტოლები რომ არა მქონდეს მათი იმედი კახეთს უთუოდ მივატოვებდი ვიცი ისინი რთველში მელია მე კი ავად ვარ ფრთები დავკეცე მალე ვეწევი მათი მედია და ბალღები ვიტვირბენ თავქვეზე რადიო მსმენელს შევახსენებ რომ ჩვენ ვართ ტალღაზე FM 105-დან 0 ასევე ჩვენი გადაცემის ყურება თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში მისამართზე ობიექტივი წერტილი.net მე ჟურნალისტი ირმა ინაშვილი ვარ და ჩემი სტუმარია სახალხო მგოსანი უნიჭიერესი პოეტი ქალბატონი რუსუდან გიგინაშვილი ფრთები დავკეცე აი ეხლა სწორედ ამ ფრაზის გარშემო ვტრიალებთ ჩვენ ფრთების დაკეცვა და რადიო მსმენელიც ალბათ ფიქრობს ისე როგორც ჩვენ ეხლა რომ არაერთ ნიჭიერ ადამიანს დააკეცინეს ფრთები სამწუხაროდ იცით ჩვენ როდესაც ვამბობთ რომ არ გაიფურჩქნა ამ ადამიანის ნიჭი ვერ გაიხსნა ესა თუ ის ადამიანი ყოველთვის ვიღაცა სხვას ვაბრალებთ ხოლმე არა და ჩვენშიც არის იცით პრობლემა საზოგადოება შედგება ჩვენგან და ჩვენ უნდა შევძლოთ რომ დავეხმაროთ ნიჭიერ ადამიანებს გაშალონ ფრთები კი არ დაკეცონ და კი არ გაფრინდნენ ამ ქვეყნიდან გაშალონ ეს ფრთები და იზეიმოს მათმა ნიჭმა და კვლავ რადიო მსმენელია ხაზზე გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ გამარჯობათ ხმამაღლა თუ შეიძლება თქვენი გადაცემები ყველა ერთმანეთზე უკეთესია მაგრამ ამ წუთისთვის აი ეს პიროვნება ვინც თქვენ მოწვეული ხართ ეს ჩემი პირადი პერსონალური მოსაზრება ყველა გადაცემებზე უფრო მეტად ჩვენს გულის სიღრმემდე ჩავიდა მას ალბათ ისეთი ნიჭი ქონია რომ ჩვენ ფიზიკურად მე პირადად ვერ ხედავ რადგან არ გვაქვს ინტერნეტი მაგრამ აი რაღაცა ღვთაებრივი სილამაზე ხედავ მაგის სახეზე უხილავად მაგრამ აქ ალბათოს უნდა უთხრა რომ მიეცით ნიჭსა გზაფართეთ აყვანისცემა ღირსებას მას ყველა ყოველთვის თაყვანს მის ნიჭს ყოველთვის დააფასებს ნიჭი ყველაზე დიდი იარაღია ადამიანის ცხოვრებაში და ამ იმედით მინდა რომ აქ ალბათონმა გაატაროს თავისი სიცოცხლის წლები მადლობ თქვენ კიდევ ამ ადამიანის მოწვევისთვის ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ რადიო მსმენელს რომელიც გვიკავშირდება პირდაპირ ეთერში და უბრალოდ ახარებს ქალბატონ რუსუდანს ძალიან პატარა რამ უნდა ადამიანს იცით იმისათვის რომ მიეცეს სტიმული ცხოვრების სტიმული და არ იფიქროს რაღაცა ცუდზე აი მაგალითად რამდენჯერმე ახსენა ქალბატონმა რუსუდანმა რომ ის იყო მისული თავის მოკლამდე ეს არის ძალიან მძიმე არჩევანი როდესაც ადამიანი მორწმუნე ადამიანი დგება ამ არჩევანის წინაშე იცოცხლოს თუ შეეხოს თავის სიცოცხლეს და მე გთხოვთ რომ არასდროს შეეცადეთ მოიძიოთ ძალები საკუთარ თავში და არასდროს არ იფიქროთ იმაზე რომ შეიძლება ხელი აიღოთ საკუთარ სიცოცხლეზე სიცოცხლე ჩვენ ღმერთმა მოგვცა და ჩვენ უნდა გადავლახოთ ცხოვრებაში ამ მიწაზე უნდა გადავლახოთ ღვთისშეწევნით ყველა ის სირთულე რომელიც შეგხვდება ამ გზაზე როგორ ფიქრობთ ქალბატონო რუსუდან თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ გაჭირვებული ცხოვრება სიდუხჭირე სიღარიბე აი ამ რთულმა ცხოვრებამ ამ გაჭირვებამ იმოქმედა თუ არა იმაზე რომ გაფურჩქნულიყო თქვენი ნიჭი ანუ შეგიშალოთ თუ არა ხელი თქვენ აი ახლა მართლაც შეხელი შეშლილი ვარ იმიტომ რომ აი თქვენ კიდევ გითხარით რომ მე ეს ფული არ გამაჩნია და ფული რატომ მინდა არც იმიტომ რომ ძალიან ფუფუნებაში ჩავარდე მე მინდა რომ მე ჩემი ქვეყნის კუთხე კუნჭული შემოვიარო აბა პოეტი
დამჯდარი იმ საწყალღარიბ სახში და როცა არაფერი გაგაჩნია, ვერ წახვალ, ვერ გახვარ, მინდვრებში ვერ გახვალი, ყვავილებს ვერ დაათვალე, ქარიშრია სიმღრუბლების თამაშს, რომელსაც მე ლექსებში ვწერ და რაღაცა ეს ძალიან ძნელი არის. აი, როდესაც ეძებ პური, დღეს რომ პური გქონდეს და პური შეჭამო, აი მე მოპატიეთ იმ თავის სიკვდილს მაშინ სწორედ როდესაც ჯერ კიდევ არ ვიცოდი რომ ეს თავის მოკლა ყოფილა ღვთისთვის ძალიან ეს ჯოჯოხეთის ყოფილა და როცა გავიგე რომელიც პატიებას თხოვე ამისთვის რომ ეს აღარ განმეორებულიყო ჩემს ცხოვრებაში ეს მაშინ როცა არ ვიცოდი ჯერ კიდევ კვლავ რადიო მსმენელია ხაზზე მოგესალმებით თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ გამარჯობათ გამარჯობა ირმა მინდა ქალბატონ რუსუდანს გადასცეთ რადიო მოაშორეთ მინდა ქალბატონ რუსუდანს გადასცეთ რომ ამ ქვეყნად მარტო არ არის და მის დაჭირვებას მთელი საქართველო იზიარებს ასეთი უნიჭიერესი პოეტი ნამდვილად ამ მდგომარეობაში არ უნდა იყოს და ჩვენმა მთავრობამ გაითვალისწინოს მისი მდგომარეობა და ყოველგვარი დახმარება გაუწიოს რომ ადამიანი თვითმკვლელობამდე არ იყოს მისული. გეთანხმებით ძალიან დიდი მადლობა სატელეფონო ზარისთვის თუ შეიძლება არ გახვიდეთ ეთერიდან თქვენთან ერთი კითხვა მაქვს. როგორ ფიქრობთ საზოგადოება ჩვენ რატო ვერ ვაფასებთ ხოლმე ცხოვრებაში აი ესეთ ნიჭიერ ადამიანებს? რა არის ამისი მიზეზი? Alo, იცით რა არის საზოგადოება მაგიტომ ვერ ვაფასებდით რომ მისი მდგომარეობა შეუმჩნეველი იყოს საზოგადოებისთვის და თუ ასეთი პიროვნება გამოჩნდება საზოგადოება აუცილებლად მხარში დაუდგება ძალიან დიდი მადლობა მადლობთ სატელეფონო ზარისთვის ყველა რადიო მსმენელს მიმართავ დაგვირეკეთ პირდაპირ ეთერში ეს არის სტიმული ქალბატონი რუსუდანისთვის თქვენ წეღან ბრძანეთ რომ მე ვერ ვახერხებ ვარ პოეტი და ვერ ვახერხებ საქართველოს დავათვალიერო მოვიარო მთელი საქართველოს და აღვიქვა ის ბუნება ის სილამაზე რაც აქ ჩვენ ქვეყანას მე შემიძლია ობიექტივის სახელით თქვენ დაგპირდეთ რომ ჩვენ დაგეხმარებით იმაში რომ მოიაროთ საქართველოს თქვენ გამოგიყოფთ მანქანას გადამღებ ჯგუფს და თქვენთან ერთად ჩვენი გადამღები ჯგუფიც მოივლის მთელ საქართველოს და შევეცდებით რომ ჩვენ მოვამზადოთ თქვენს შესახებ ფილმი დოკუმენტური ფილმი და მოხდეს ამ ფილმის პრეზენტაცია ანუ თქვენი ოცნება ეს პატარა ოცნება ჩვენ ბევრს ვერაფერს ვერ ვაკეთებთ ასრულდება თქვენ დაათვალიერებთ ნახავთ თქვენ სამშობლოს და მის ყველა კუთხეს კვლავ რადიო მსმენელია ხაზზე გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ გამარჯობათ გამარჯობათ ჩემო საყვარელო ქალბატონო ირმა თქვენ მე ახლა ისი ამაკირეთ ქალბატონი რუსუდანის მოწვევით და ესეთი უნიჭიერესი ადამიანის ლექსების მოსმენით რომ პირდაპირ ძალიან შეზრული ვარ ჩვენ წინააღმდეგობის მოძრაობას მით მხარს უჭერთ მარტო თქვენი ვალდებულება ეს არ არის ჩვენი ვალდებულებაც არის რომ ვისაც როგორ შეგვიძლია ნუ გვექნება ჩვენ ნუ თავრობის იმედი და ნუ რავის იმედი ცოტა შეგლებული ხალხის იმედი აი ჩვენ ისევ ქალბატონი რუსუდანის ნაირი ხალხი თქვენნაირი ხალხი უფრო ამოუდგებით გვერდში და გამოაცხადეთ რომელიმე დღე რომ ჩვენ მოვიდეთ ობიექტივში ან რომელიმე ერთი კვირა და ვისაც რა დახმარება შეგვიძლია ისეთ გაუწიოთ ქალბატონ რუსუდანს დახმარება რომ მან შეძლოს თავისი ოცნებების შესრულება ძალიან დიდი მადლობა მადლობთ ესეთი მხარდაჭერისთვის ჩვენ აუცილებლად ამ დღეებში გამოვაცხადებთ დღეს და ქალბატონი ეს იქნება შეხვედრა ქართველ პოეტთან უნიჭიერეს ქალბატონთან და აი ამის ანონს ჩვენ რადიო საშუალებით გამოვაცხადებთ თქვენ შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენთან ობიექტივში და ქალბატონ რუსუდანთან უშუალოდ მოგეცეთ შეხვედრის საშუალება და ყველა დანარჩენ დეტალებზეც იქ ერთად ვისაუბროთ და გადავწყვიტოთ ვინ რა საჩუქარს გაუმზადებთ ქალბატონ რუსუდანს მე მესმის რომ ეს პრინციპში არის ძალიან ცოტა როდესაც შენ გაივლი ესეთ რთულ ცხოვრებას და ცხოვრების დიდი ნაწილი გავლილია და შენ დღეს ახლა გეუბნევია რომ დაგინახეთ აღმოგაჩინეთ რა ნიჭიერი ხარ აი რა განცდას იწვევს ეს ყველაფერი თქვენში ძეცისკენ არის ჩემი ცხოვრება მიმართული და აი ეს მიხარია მე ახლა იცი აი ძალიან ბედნიერი ვარ ახლა და პირველ რიგში ისევ და ისევ ღმერთს მინდა მოუხადო მადლობა ამ ნიჭისთვის
და თანაც აი თქვენ ხედავთ 68 წლის ავხდები და აი ეს მახსოვრობის უნარი რომ გამაჩნია ყველაფერი ის რაც გამაჩნია ღვთიური ღვთისგან არის და მე მაინც ერთი ისევიც ლექსი ერთი მამაო ჩვენო ასეთი ლექსი მაქვს და მინდა დავიკითხო რომ ღმერთს მიმაგო ამით დიდება და პატივი პირველ რიგში და დანარჩენი ყველაფერი აი რაც მე ცოცხალი ვარ მართალია ავად ვარ მართალია გაჭირებული ვარ ჩემს სახში რომ შემოხვიდე შეიძლება არც ყვა მქონდეს აბსოლუტური არაფერი მაგრამ რაც მთავარია სიყვარული გამაჩნია უფლისა რა ეს არის ვიდრე ლექს წავიკითხავდეთ ძალიან აქტიურობს ჩვენი რადიო მსმენელი ყველას დიდი მადლობა თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ გისმენთ გამარჯობათ ქალბატონო ირმა მოგესალმებით დიდი სიყვარულით და მე პენსიონერი ვარ მაგრამ შეგვეცდა რაღაცა ფონდი რომელიც დღევანდელი ჩვენი მთავრობა ამისამა ადამიანებს მიტასამასწორებს და ქართველებს გულმალს და განადგურებს აი ჩვენ გავუწიოთ თანადგომა მას და აღმოვაჩინოთ აი ესეთი უნიკალური ადამიანი მადლობს ქალბატონო ირმა დიდი მადლობა ყველას დიდი მადლობა ესეთი მხარდაჭერისთვის თანადგომისთვის აქტიურობისთვის არ ვიცოდი რამდენი ხალხი აი შემოვიყვანოთ ზარი პირდაპირ ეთერში ნუ გავთიშავთ გამარჯობათ მოგესალმებით თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ შეგიძლიათ ვისაუბროთ რომ გავაჩერეთ ეს არჩევნები ქალბატონი ეს შემდგარ რა მოგეცილი რა გავავალსე და მე დავუთხარ ამ ქალბატონს რომ ფრთების დაკეცვა ძალიან ადრეა ის ასეთი გეგმის ქონა ეგრე ვერ შექმნის და ვერტები ქალბატონების განოსვას რომ რაღაცა ფონდი შეიქმნას რომ ჩვენს საზოგადოება დაუდგეთ გვერდში რომ გაბოსდეს წიგნი უღრმესი მადლობა ობიექტივის სახელით თქვენ ყველას ვინც ურეკავთ ქალბატონ რუსუდან სამ სტუდიაში ხედავთ რას ამბობენ ძალიან ადრეა ფრთების დაკეცვაო ამიტომ ყველაფერი წინ არის ქალბატონო რუსუდან მადლობა მე სადამდე მე ვიქნები აი ეს ლექსი მინდა ვთქვა მამაო ჩვენო ჩვენი გზები შენსკენ მოდიან თავად გვიბრძანე ყველა ეს გზა ფართო როდია ვიწრო არის და ცხოვრება კი ეკლიანია სურვილი შენი დიდება შენ ეგრე არიან მოვდივარ შენსკენ ხან ტანჯვით და ხან გახელებით გამოწვდილი გაქვს ჩემ საშველად წმინდა ხელები მამის ვიცი ღმერთის ხელი რას ქვია ლურს მნის და სისხლის ნაკვალები მწარე დატყვია ბნელში ყოველთვის სული წმინდის ცეცხლი მინატებს ყველგან მიპოვე რა გინდ მძიმე ტვირთქვეშ გვმინავდე ცრემლებს შემიშრობ ტვირთსაც მომხსნი არ დამამცირებ ჰოი უფალო ეკლიან გზას ნუ დამაცილებ და დამკაწრო ნეკლებმა და სისხლი მადინონ მტანჯე და მგვემე სულიერად არ დამაძინო მე ამ ტანჯვაში სრულ სიმშვიდეს პოვებ სრულებით რადგან ჯვარცმულო ჩემ საშველად მოეშურები ასეთი ტანჯვა სიხარულს მგურის მე კი არჩივი რადგან უფალო გულში მიკრავ ცელქი ბავშვით ოღონ ძალა და სიბრძნე მომეცდე და მიწაზე მუდამ მზად ვიყო რაც უცია შენ დამიძახებ ამინ უღრმესი მადლობა მე უბრალოდ ეხა მინდა მივმართო კულტურის მინისტრს რომელიც სტურუაზე ნადირობითაა დაკავებული თქვენ პოლიტიკური აზროვნება რო აქვს განსხვავებული ადამიანებს იმათ კი ნუ დაძდევთ და იმათზე კი ნუ ნადირობთ საქართველოს გაეცანით ქართველებს გაეცანით ქართველების ბუნებას გაეცანით და შექმენით ჯგუფები რომ ესეთი უნიჭიერესი ადამიანები აღმოაჩინონ აი პირდაპირ კულტურის სამინისტროს უნდა ყავდეს ჯგუფები მთელ საქართველოში რომლებიც დაინტერესებული უნდა იყვნენ ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენით, მაგრამ რაზე ვლაპარაკობ ახლა მე უბრალოდ ეს ალბათ მხოლოდ მაშინ მოხერხდება, როდესაც ეს ბოროტი ხელისუფლება ამ ხელისუფლებას გავაცილებთ საქართველოდან. კვლავ რადიო მსმენელია ხაზზე გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ გამარჯობათ. ალო. გისმენთ. თუ შეიძლება რადიო მიმღებს ოდნავ დაშორდით. გისმენთ ქალბატონო, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. თუ შეიძლება აუხსნათ ჩვენს რადიო მსმენელს, რომ
უნდა დაშორდეს რადიო მიმღებს, იმიტომ რომ ექო აქვს ხმას და კარგად არ ისმის. ასევე მინდა კიდევ ერთი რამ გითხრათ, რომ სწორედ ამ ხელისუფლებამ არავინ არ იფიქროს ახლა რომ მე ვიყენებ ამ გადაცემას იმისათვის რომ კიდევ ერთხელ ხელისუფლებას თქვათ თითი დაუქნიო ამ სტუდიიდან გავაკრიტიკო სარგებლობ ამითი უბრალოდ არ შეიძლება ლოგიკურად არ იფიქრო იმაზე რომ დღეს საქართველოში ხელისუფლება სწორედ და ეს კულტურის სამინისტრო პოპულარულს ხდის ვინმე კაკალაშვილის პოეზიას რომელიც თქვენ იცით მთვარე მაჩვენე და აღარ დავასრულებ რა რისი ჩვენებას თხოვს მთვარეს ეს ერთ-ერთი სასქესო ორგანოა აი ასეთი ტიპის მდარე პოეზია ასეთი უნიჭობის ზეიმია და უნიჭობის მხარდაჭერაა დღეს საქართველოში ეს სახელმწიფო პოლიტიკის დონეზეა აყვანილი რაც თავისთავად დამაფიქრებელია და ისეთი ნიჭიერი ადამიანები როგორც ქალბატონი რუსუდანია არიან იზოლირებული და გარიყული ჩვენი საზოგადოებისაგან რადიო მსმენელია ხაზე გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ ალო გისმენთ ალო გისმენთ ისაუბრეთ გამარჯობა ხალბატონი მოგესალმებით გამარჯობათ ხალბატონი ნუ არ ვიცი ეს მანერვი რომ ეს საშუალება არ მაქვს თქვენი ადამიანებად თქვენ არ ვიცით თქვენ რამ მოგივინოთ თქვენი თავი ამ ქვეყანაზე ну რამდენად ასეთი საწნო, ასეთი კეთილშობილი, ასეთი ჰუმანური, ასეთი ძლიერი, ასეთი ну არ ვიცი რა გიწევთ არ ვიცი, საიდან აღმოჩენთ ასეთ ტალანტებს, საიდან მოყავს ასეთი ხალხი შეძრული ვარ ამ ხალხის კომარული. მე ასაგიანი ხალი ვარ, მე ხალი ვარ, სამოგადასწრების ხალი. ახლა ზოგი შეიძლება ოპერაცია მოკეთებული სახსარი მოგედახები ხალხს სამბაზარის ხორიჩი რომ ისებუსენ თქვენ რადიოს. ну შეცვალიშნავია ყველაფერი. შამალავრის კომარება ხო შემიძლია ადრიდან ვიცოდი საერთოდ ხომ ყველაფერი. და დღეისათვის ყველაფერი და უკეთესი მანქანების კომარება ხაბადოს კომარება მისცეში ჩამაგდა რომ მეცეგი ნაპარაგის უნარი გამეკარგა საუბრის უნარი გამეკარგა. რომელიც მანძალე მოგცეთ საბადონის მიღმა. სიძლიერეს მოგცეთ, ჯანმრთელობა მოგცეთ. რომ თქვენი ადამიანი გქონდეს ერთი 10 მაინც ვყავდეს საქართველოს ჩვენ ალბათ საქმე არ გავჭირდება ძალიან დიდი მადლობა სული არ დაეშვა ეს სიძიერი ხალხი ყოფილა მართლა ვინ შეიძლება შეთავროს ჩემი პერი იქნა და ისევე ხალხი მე რა შეიძლება ეს შემეცათ მაგრამ სულიერად მაინც არ ავუწყობ მაგას უმეტესად ძალამისეს მაგრამ მაინც ხალხი ასაკი ხაზმეცა და გიან ჩამდინებია ლოგინიდან ქართულში სამგონალობოს მეშეგი რაღაცა გამომჩა ძალიან დიდი მადლობა მადლობთ სატელეფონო ზარისთვის ცოტა ცუდად ისმის მაგრამ თქვენ როგორც ხვდებით სიყვარულს თანადგომას გიზიარებთ ჩვენი რადიო მსმენელი და უბრალოდ კიდევ ერთხელ იკითხეს თქვენი ასაკი ქალბატონებს ასაკს არ ეკითხებიან მაგრამ ბატონო ეხლა 22 სექტემბერს ხვდები 68 წლის 22 სექტემბერს მოკლედ 22 სექტემბერს 68 წლის ხდება ქალბატონი რუსუდანი. ვფიქრობთ სწორედ შეხვედრა ქალბატონ რუსუდანთან კარგი იქნება თუ 22 სექტემბრისთვის გაიმართება დიდი შეხვედრა. მანამდე ჩვენ ობიექტივის ჟურნალისტები შევეცდებით მოვაწყოთ სხვა შეხვედრები სექტემბრის თვეში და ის თქვენი იდეა ფონდის შექმნის შესახებ არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ შევეცდებით რომ ვიფიქროთ აი ესეთი ფონდის შექმნაზე, რომელიც ქალბატონ რუსუდანს დაეხმარება. ყველას დიდი მადლობა ასეთი აქტიურობისთვის. კვლავ რადიო მსმენელია ხაზე გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით, გენაცვალეთ. გამარჯობა. გაგახაროთ ღმერთმა, დაგლოცოთ ღმერთმა, უთხარით ქალბატონ რუსუდანს რომ მიყვარხართ დღეიდან ძალიან. ხო. ქალბატონ რუსუდანს თქვენი ხმა ესმის. დიდი მადლობა, ძალიან მიყვარხართო. მე ხედავთ რამდენი ადამიანი რეკავს ამ ეთერში ეს არის მართლაც თქვენი აღმოჩენა მე ყველა არ ვიხმარე ეს ფრაზა ეს სიტყვა გადაცემის დასაწყისში რომ ეს არის თქვენი აღმოჩენა იმიტომ რომ როდესაც ადამიანი ხვდება უკვე მედია საშუალებაში რა ვქნათ აი ეს დაუწერელი თუ დაწერილი კანონია რომ როდესაც ტელევიზიის სტუმარი ხდები რადიოს სტუმარი ხდები საზოგადოება მაშინ გიცნობს და მე მინდა მოგილოცოთ პირდაპირ აი თქვენი ეს აღიარება უამრავი სატელეფონო ზარი კიდევ ერთი რადიო მსმენელია ხაზზე გამარჯობათ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ კატაგინეება კიდევ ერთხელ გაწუხებთ და მაგათ მეორე დრო დავრეკე აი
ბატონი რობერტის მაგალითზე ეხლა თქვენ ხელისუფლებას რომ იმართავთ და ნუ მე მესმის ეხლა თქვენი პასუხით იქ კოტაკოშენ მაგრამ ამათ არ ჭირდება ხოლმე თუ არ ჭირდება ესეთი ადამიანები აი ესეთი სამაროდკები მაპაკეთოს უეტრო არ ჭირდება ტექნიკიერი ხალხი განათლებული ინტელექტუალები არ ჭირდება და ისევ ჩვენ ალბათ ჩვენ ეს კოდის მოკალაკება ფიჭერობით კიდევ ფიქრავს აი ჩვენ უნდა რაღაც გავაკეთოთ თქვენი დახმარებით თქვენი დინამწყობებით ალბათ თქვენი აი რადიო ობიექტების რაღაცა ჩვენ გავაკეთოთ რაღაცა ყველა აბსოლუტურად ვისაც პატარა შესაძლებლობა მაინც აქვს მოვიდა ალბათ ხარში დაუდგება არაჩვეულებრივ უშუალოდ ადამიანს უღრმესი მადლობა თქვენ რამდენჯერაც გაგიჩნდებათ სურვილი იმდენჯერ შეგიძლიათ დარეკოთ ჩვენს ეთერში არა მარტო ამ გადაცემაში არამედ სხვა გადაცემებში მე კიდევ ერთხელ შევახსენებ რადიო მსმენელს ჩვენს ტელემაყურებელს მე ჟურნალისტი ირმა ინაშვილი ვარ და ჩემი სტუმარია უნიჭიერესი ქალბატონი სახალხო მგოსანი პოეტი რუსუდან გიგინაშვილი ქალბატონო რუსუდან მოდით თქვენც მიმართეთ რადიო მსმენელს და იქნებ უთხრათ ის რაც თქვათ გინდოდათ გეთქვათ ამდენი წლის მანძილზე საზოგადოებისთვის და არ გქონდათ ამისი საშუალება აი ხა თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ თქვენს კითხვას მიმართოთ რას ეტყოდით ამ ადამიანებს ჩემს კითხვას ვეტყოდი რომ შეამჩნიონ ის შეუმჩნეველი ადამიანები და აი მე აბა ბევრი რამე არ ვიცნობ ხალხსა საზოგადოებამდე ვერ მივედი რომ ყველაფერი ისე მიმეტანა და მეთქვა ჩემი გულის ტკივილი ჩემი სიხარული მაგრამ აქედან მივმართავ თქვენს გვერდით რომ დაინახოთ ვიღაცა მარტო მიდის აი ვინც არის რა იქნებ ის ვინ არის იქნებ კვირტია იქნებ ბალახი მართლაც ამ ლექსიდან ის გავაკეთე და თქვი რომ შეამჩნიეთ ადამიანები რომლებიც ცრემლებით დადიან მე ერთ მხარეზე მივდიოდი და მეორე მხარეზე ჩემი ქვეყანა მიდის მე იქნებ შია იქნებ წყურია იქნებ ცივა იქნებ რაღაცა და ამას შენ ვერ გამჩნევენ მიდიხარ და ეს ქვეყანა ხარობს როგორც ეხლა მე შევყურებ ამ ქვეყანას და შეიძლება ერთი ლექსი მაქვს რომ უკაცრავად მოდით რადიო მსმენელია ხაზზე და შემდეგ ლექსი წავიკითხოთ გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ გამარჯობა ქალბატონო ირმა გამარჯობა მივესალმები ქალბატონ რუსუდანი ქალბატონო ირმა თქვენ ყოველთვის ეცეთ ხოლმე ისეთ ადამიანებს რომლებსაც აქვთ ძიმე მდგომარეობა რომ გამოაჩინოთ ისინი და საზოგადოება გაუდგეს გვერდით დიდი მადლობა ამისათვის მე მინდა ქალბატონ რუსუდანს უთხრა რომ ჯერ წლების დაგეცვა ფარხმალი დააკრა ჯერ ადრეა თქვენ უნდა ყველაფერი გააკეთოთ იმისათვის რომ გამოაბწყინოთ თქვენი ნიკი თქვენ ძლიერინების ყოფა გაქვთ მე როგორც ხედავ დიდი ენერგია გაქვთ გისურვებთ ჯანმრთელობა დღესდღეობა და ყოველივე საუკეთესო და წარმატებები ძალიან დიდი მადლობა მადლობთ ასეთი თანადგომისთვის კიდევ ერთი ზარია სატელეფონო მოდით შემოვიყვანოთ ეთერში ჩვენი რადიო მსმენელი იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას ამ ხარდაჭერას ხედავთ რამდენი ადამიანი რეკავს თქვენთან ეთერში თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ გამარჯობათ გამარჯობა ქალბატონო ირმა დიდი მადლობა ყველაფრისთვის რასაც აკეთებთ და დღევანდელი დღე იყო მოკლედ ტრიუმფია დღევანდელი დღის ეს სიურპრიზი ეს არის მიულოცეთ საქართველოს მარიამობა მართლა დღეს რომ ქალბატონი რუსუდანი გავაცარეთ დიდი მადლობა თქვენ ასეთი აღმოჩენილია უკვე აღმოვაჩინეთ დიდი მადლობა თქვენ ესეთი აღმოვაჩინეთ თქვენი ესეთი თანადგომისთვის შეგვიძლია წავიკითხოთ კიდევ ერთი ლექსი დედა მარიამ ყველა ქალებში გამორჩეულო შენ ღმერთს უყვარ ხარ ეს მთავარია ხარ ღვთისმშობელი და უჩვეულო შენ შემოგნადრის ქალი ურიცხვი ქალი წმინდა და ქალი უწესო განკაცებული ტანჯვის გულისთვის წყემსი გვიშვი ჩვენ ფარას უმწყემსოს ად შენი ძიში შეფარებული შვიდად გასკერი ედემს პლანეტებს მეც ჩემი თავი შენთან მეგულვის ღვთის სადიდებენ სანთლატავენთე ძალიან დიდი მადლობა ჩვენ ვართ ტალღაზე FM 105-დანული რუსუდან გიგინაშვილი ჩვენ ქართულმა საზოგადოებამ დღეს აღმოვაჩინეთ ერთად და
იცით რა შეასაქმე, როდესაც ასეთი ნიჭიერი ადამიანი ყავს და როდესაც ასეთ ნიჭიერ ადამიანს ურთულეს პირობებში უწევს ცხოვრება და შენ პრეტენზია გაქვს, რომ გქვია საზოგადოება, მე მგონი სწორედ დღეს ეხლა ამ წუთში, ვიდრე ქალბატონი რუსუდანი კიდე აღსილია ამ ძალით, ცოცხალია ჩვენს გვერდით არის, ჩვენ შორის არის, სწორედ მაშინ უნდა დაუდგეთ გვერდში და ყველას დიდი მადლობა ჩვენს რადიო მსმენელს, რომელიც ასე აქტიურობს, მეც ვტირი ვარ, თქვენც ვტირი ხართ და ქალბატონი რუსუდანიც ვტირის. და ჩვენ მე მგონი უნდა შევიმშრალოთ ეს წრემლი, აღვივსოთ ძალებით და ვთქვათ, რომ თუ სახელმწიფო არ ეხმარება ნიჭიერ ადამიანს და უფრო მეტიც ებრძვის, რომ მოკლას მისი ნიჭი, ჩვენ ქართული საზოგადოება ამას არ დაუშვებთ და როცა მე გამიჭირდება და მე დავრჩები მარტო თქვენ მოხვალთ ჩემთან, როდესაც ქალბატონი რუსუდანი აღმოჩნდება მარტო ჩვენ მივალთ მასთან. და სწორედ ასე მოხდა, ჩვენ ნახეთ სოციალურ ქსელში ქალბატონი რუსუდანის ბრწყინვალე ლექსები და მე ვთხოვე ჩემს მეგობრებს მისი კოორდინატების მოძიება და მე მივედი ქალბატონ რუსუდანთან და შემდეგ ისგვესტუბრა სტუდიაში. მინდა გთხოვოთ ჩვენს რადიო მსმენელს და ტელემაყურებელს, ნუ დავტოვებთ ადამიანებს მარტო, როდესაც მათ ძალიან უჭირთ. მე არ შემიძლია ახლა იმ დეტალებზე ვისაუბრო, რაზეც სტუდიის გარეთ მე და ქალბატონი რუსუდანი ვისაუბრებთ. ჩვენ ძალიან კონკრეტულ გეგმებზე გვექნება ახლა საუბარი ამ ეთერის შემდეგ. და ყველა მინდა დაგამშვიდოთ ის ადამიანები, რომლებიც აქტიურად უსმენთ ჩვენს რადიოს, ობიექტივი, ყველა რომ გაჩერდეს და არავინ რო არაფერი არ გააკეთოს, ობიექტივი ქალბატონ რუსუდანს ამიერიდან მარტო არ დატოვებს და ჩვენ შემოგთავაზებთ ძალიან ბევრ პროექტს ქალბატონ რუსუდანთან ერთად. ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ახლა უბრალოდ გონებაში მებადება, ეს არის დაუთმოთ ქალბატონ რუსუდანს ერთი საეთერო საათი ამ სტუდიაში და მას კონდეს კვირაში ერთხელ საშუალება, რომ თქვენ წარმოგიდგინოთ მისი ახალი ლექსები, უბრალოდ გესაუბროთ ცხოვრებაზე და თვითონ ქალბატონმა რუსუდანმა მოიწვიოს ამ სტუდიაში ის ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე არ აღმოაჩინეს და არ დაინახეს ქალბატონი რუსუდანი. მე მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გითხრათ ჩვენთან სტუმრობისთვის და დიახ, გისმენთ. შეიძლება ის როდესაც ეხლა არ მინდა რომ საზოგადოებამ სულიერად დაცემული, მე სულიერად ამაღლებული ვარ უკვე. მე როდესაც ღმერთი შევიცანი და გავიცანი, იმის მერე მე არც მიფიქრია. ბოდიშ მოვიხდი რომ ჩემი სისუსტე გამოჩნდა იმ პერიოდში, როდესაც მე ჯერ კიდევ არ ვიცოდი რომ ეს თავის მოკლა გაჭირება თუ რა, მაგრამ მე დღეს უფალი ესო ქრისტე მიდგას გვერდით, ღმერთი მიდგას გვერდით და თქვენისთან ადამიანები, აი მე არ მოველოდი, ნამდვილად მინდა რომ გულწრფელი მადლობა. მე ამდენს ამ მობუზული ხალი სულ არ ფიქრობდი რომ ამდენი ხალხი გაიღებდა ხმას და ამდენი ხალხი შემოვიდა და მე უყურებდა ვინმე იმასაც აღარ ვიცოდი და უთვალავი მადლობა იმ ხალხსა და კიდევ ვისაც უნდოდა და ვერ შემოვიდა რა, მადლობა ჩემ საქართველოს და ერთი მაინც საქართველოზე კიდევ მაქვს ერთი ლექსი და მინდა რომ ჩემ საქართველოს მივმართო, რატომ ასე არ უნდა მიატოვონ ის ხალხი, შეიძლება ეს მე ვარ, მაგრამ კარგი მე გავჩუმდი, ჩემნაირები ბევრი ჩუმდებიან, მაგრამ რატომ ჩვენ ხომა მიწისშვილები ვართ, არა? ღვთით კურთხეულო ქართველო ერო, ამბობ ჩვენთან არის ღმერთი, გგონია მიგაქვს ზეცისკენ ლელო, ცოდვა აღარ გაქვს მეტი. სისხლით ვიცლებით, ჩვენი შვილები გვანან დაჩეხილ რტოებს, ხორცი ტიტულები, სულით მშივრები, ყველა ჩვენს კავს ტოვებთ. ის ვინც მზე შექმნა, ხელით ასწია და გლეძ ბოროტის ისრებ, შენ ღმერთს უყვარ ხარ ერო ასწილად, ლოცვას ერისას ისმენს. თვითონ თამარი, თვითონ დავითი, ჩვენ წინაპრებად რომ თვლით, გმირთა მრავალთა ვითვლით და ვითვლით, ღმერთს ძალას თხოვდნენ ლოცვით. წმინდა სამებავ შენთან მოვალ მე, ხსნას მუდამ შენგან ველი, კაცრი ქართული გული მოალბე, გადამირჩინე ერი. უღრმესი მადლობა, კაცრი ქართული გული მოალბე, ქართული გული ყოველთვის გამოირჩეოდა სიკეთით, სათნოებით, სიყვარულით და მე მინდა სწორედ ამ სურვილით დაგემშვიდობოთ, რომ ჩვენს გულებში ეზეიმოს სითბოს, სიყვარულს და ჩვენ გქონოდეს ძალა იმისი, ნიჭი იმისი, რომ ასეთი უნიჭიერესი
ადამიანები დაგვენახოს და აღმოგვეჩინოს. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის, უღრმესი მადლობა ყველა იმ რადიო მსმენელს, რომელიც ჩვენ დღევანდელ გადაცემაში ჩაგვერთო. რუსუდან გიგინაშვილი დაიმახსოვრეთ ამ ქალბატონის გვარი და სახელი, ის ჩვენი დროის უნიჭიერესი პოეტია. ძალიან დიდი მადლობა, ნახვამდის კეთილი სურვილებით, გემშვიდობებით.